მშვიდობის ეს არის თავისუფალი სტუდია, მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დააპატიმრებენ თუ არა საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს დუმილია, შესაბამისად ეს კითხვა პასუხგაუცემელი. დღეს მხოლოდ პროკურატურაში გაკეთდა განცხადება და მხოლოდ გრიგოლ ლილუაშვილთან მიმართებაში, სადაც ითქვა, რომ საგამოძიებო უწყებამ სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან დაკავშირებული უკვე მეორე პირი გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი ანდრია ლილუაშვილი დააპატიმრა. რა მოხდა, რატომ ამოიღეს მიზანში ის ყოფილი მაღალჩინოსნები, რომელსაც წარმატებული მუშაობისთვის ქართულ ოცნებაში ცოტა წინ მადლობას უხდიდნენ. მას ასევე ვიწყებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით მიმდინარე პროცესის შეფასებით. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე გახსნის თავისუფალ სტუდიას. გამარჯობა ბატონო დავით და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით. მადლობა დაპატიჟებისთვის. მოდით დავიწყოთ სწორედ საქმით, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს უკავშირდება და რომელთა შორისაც ერთ-ერთი არც მეტი და არც ნაკლები ყოფილი პრემიერ-მინისტრია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაცია თქვენ იცით, უწყების განმარტებით ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა. აი რა სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილის პირია, რომელიც 20 წლის იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში გამოჩნდა და მას შემდეგ სწორედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამოიარა მთელი ეს პერიოდი, ითვლებოდა მის ნდობით აღჭურვილ პირად, რამაც განაპირობა ის, რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, იყო თავდაცვის მინისტრი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ურგზის ეკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. აი გამოხდა ხანი და ეს წლების განმავლობაში ნაშენები ეს ურთიერთობა რადიკალურად იცვლება. ჩდება კითხვა, რა უნდა მომხდარიყო და რატომ მოინდომა ბიძინა ივანიშვილმა თუ ზოგადად ქართულმა ოცნებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ასე ვთქვათ, მორალური განადგურება. აი რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე და ხო აი რამ განაპირობა, რას უკავშირებთ ორი გავლენიანი ყოფილი მაღალჩინოსნის ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ მიმდინარე იმ პროცესს, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს. რა ვიცი ლელო, მე არ შევიდოდეს დეტალურ განხილვაში. ჩემი აზრით ძალიან უმძიმესი პრობლემაა საქართველოსთვის კორუფცია. მთელი სისტემა დგას კორუმპირებულია, სისტემა დგას კორუფციაზე და ეს ძალაუფლებაც აი საკმარისია ვიღაცა ოდნავ მაინც ჩაიხედოს და გაერკვეს საქართველოში არსებულ ვითარებაში. აშკარად და ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს, რომ მთელი სისტემა არის კორუმპირებული. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, უფრო რაღაც შიდა გარჩევას გავს და ვფიქრობ, რომ რა ვიცი, თვითონ თავიანთი შიდა გარჩევა არის, ეს საერთოდ ავტორიტარიზმში ხდება ეს, მით უმეტეს კლეპტოკრატიულ ავტორიტარიზმში ძალიან ხშირია, როდესაც ესეთი გარჩევები მიმდინარეობს და ალბათ ეს ჩვენ გვაქვს საქმე ერთ-ერთ ასეთ ვითარებასთან. დაახლოებით ეს რეჟიმი დაემსგავსა ძალიან კრემლისტურ რეჟიმს, რომელიც თავიდან ბოლომდე სისტემურ კორუფციაზეა აგებული. აი კორუფციის დასამარცხებლად რამდენად საკმარისია მხოლოდ ვიღაცების, თუნდაც ყოფილი მაღალჩინოსნების. ეს აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისია. კი ამბობთ, რომ პრობლემა, რომელიც სააშკაროზე გამოიტანა ქართულმა ოცნებამ, აჩვენებს არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების დანაშაულს კორუფციის თვალსაზრისით, არამედ მიუთითებს სწორედ სისტემურ პრობლემაზე. ჩდება კითხვა, აი როგორ უნდა აღმოჩნდეს. ეს მარტო ეს არ მიუთითებს, ლელა, ჩვენ დიდი ხანია ვიცით. ხო, რამდენად ეყოფა ამას მხოლოდ ასე ვთქვათ კონკრეტული ადამიანების არა, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი არის საკმარისია და ერთადერთი საერთოდ ნორმალურ სახელმწიფოში კორუფციასთან ბრძოლის ერთადერთი გზა არის, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის ხელისუფლებების დანაწილება, ეს არის თავისუფალი სასამართლო, ეს არის დამოუკიდებელი გამოძიება და ეს არის ყველა ის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა აღასრულონ თავიანთი ამოცანა, ხო? ეს ებრძვის სისტემური და მიდგომა უნდა კორუფციასთან ბრძოლას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც კონკრეტული ადამიანების, რომლებიც ჩარეულები არიან ამ კორუფციაში, მათთვის პასუხის მოთხოვნა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრად უფრო სერიოზულია საკითხი და კორუფციასთან ბრძოლას ჭირდება სისტემა. სისტემა დამოუკიდებელი სასამართლო, ჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება, ჭირდება დაბალანსების სისტემა და ასეთი ავტორიტარული კლეპტოკრატიული, მით უმეტეს კლეპტოკრატიული ავტორიტარიზმი ვერ ებრძვის ეფექტურად პირიქით. ეს ამრავლებს კორუფციას, იმიტომ რომ დგას ამ კორუფციას. აი თუ შეხედავთ რუსულ რეჟიმს, ხო, რუსული რეჟიმი თავისთავად რუსული რეჟიმის თავარი, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი შემაკავშირებელი წებო, რასაც უჭირავს მთლიანად კრემლისტური რეჟიმი, არის კორუფცია.
ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყანა შავი ფულის სატრანზიტო დერეფნად და აღებ მიცემობის კერად გადააქცია. ქვეყანა კრიმინალური წარმომავლობის ნაქურდალი და ნაძარცვი ფულის გამტარი ჰაბი გახდაო, ასეთია ოპოზიციაში, მაგალითად კონკრეტულად ლელოში გაკეთებული შეფასება. ხო, ძალიან მძიმეა ის დიაგნოზი, რომელსაც ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაში უსვამენ ჩვენს ქვეყანას. ეს შეფასებები გადაჭარბებული გგონიათ თუ ფიქრობთ, რომ არ ვიცი, არსებული ვითარებისთვის ზუსტი სახელის დარქმევაა? მე თქვი მე მგონი, როდი ახ ნამდვილად უფრო გაცილებით უფრო მძიმედ არის, ვიდრე ჩანს ვითარება, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სისტემა შეეზარდა კორუფციულ სისტემას და ამასთან გულდალი და ნაძარცვი ფულის გამტარი ჰაბი და ასე შემდეგ და ასე. ალბათ რა ვიცი, დეტალია, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია დიდხანს ვისაუბროთ ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზულია და ეს უკავშირდება საქართველოში თვითონ რეჟიმის არსს. კარგი, უშუალოდ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ საქმეზე ჩაგეკითხებით აკავებენ ლილუაშვილთან და ღარიბაშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა არა თქვათ თავად ყოფილ მაღალჩინოსნებს უშინაც დააკავა პროკურატურამ ლილუაშვილის გარემოცვის ერთი წევრი, დღესაც გაკეთდა საგამოძიებო უწყებაში განცხადება, რომ დაკავებულია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც როგორც გავრცელდა ინფორმაცია არის გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი. რატომ მოძრაობენ თქვენი აზრით საგამოძიებო ორგანოები, ასე ვთქვათ, გარემოცვის ნაწილში, შედარებით ქვედა დონეზე და რატომ ვთქვათ არ ხდება, პირდაპირ გითხავთ, ხელბორკილების დადება, ასე ვთქვათ, მთავარი ადრესატებისთვის, რომლებიც, როგორც ამბობენ, არიან სწორედ ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი. იცით თქვენ, რომ გუშინ დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს სუსიდან ირაკლი ღარიბაშვილი. ეს რამდენად სწორი გონიათ იმ ბრალდების ფონზე, რომელიც მისი მისამართით ისმის? არ ვიცი, მე მართალი გითხრათ, ახლა ასე კონკრეტულ ადამიანებზე კომენტარებად არიან ადამიანები, ვინც უფრო მეტი იცის. მე მთლიანობაში ამ მძიმე პრობლემას ვხედავ, ეს მძიმე პრობლემა არის გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის, ვიდრე მხოლოდ ეს ადამიანები, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ და ამ კორუფციას გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებია, ძალიან მკაფიოდ ჩანს. ვიდრე მხოლოდ რაღაცა ვიღაც კონკრეტული ადამიანები, უფრო სისტემურია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ამასთან დაკავშირებით აი ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ზოგადად კორუფციული სისტემები პირველ რიგში სწორედ სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს და ამასთან გვაქვს ახლა საქმე. რაც შეეხება ხა ამ კონკრეტულ გვარებს, რომელიც თქვენ ჩამორთვალეთ, მე მართალი გითხრათ, ახლა რამე ისეც ვერ გეტყვით, რაც ახალ ამბებში არ გასულა. მე ნამდვილად რაღაც ამ იმაში განხილვებში ვერ შევა. ჩვენ ამ თემას სხვა სტუმრებთანაც დაუბრუნდებით. ჩვენ კი მოდით გადავხედოთ სხვა აქტუალურ საკითხებს და ახლა უკვე დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის პერიპეტიები მინდა მოვიხილოთ, მით უფრო რომ ეს ურთიერთობები რჩება, ასე ვთქვათ, დაძაბული და განსაკუთრებით ეს ეხება ბრიუსელს და ევროკავშირს. კიდევ რამდენიმე გარემოების გამო არიან ევროპელი პარტნიორები, ასე ვთქვათ, ქართული ოცნების კრიტიკის ქარცეცხლში ერთ-ერთი საკითხი უკავშირდება პოლიტპატიმრად მოაზრებულ ზვიად ცეცხლაძესა და ევროკავშირის შორის მიმოწერას და თავდაპირველად სწორედ ამაზე გკითხავთ, აღმოჩნდა რომ ჯერ აქციაზე დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ გაუგზავნა წერილი ევროკავშირის ელჩს პაվել ჰერჩინსკის, შემდეგ კი ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაუგზავნა პასუხი ციხეში აქციის დაპატიმრებულ მომიტინგეს. მიმოწერა ეხებოდა, ესეც უთხრათ მაყურებლებს, უვიზო მიმოსვლის საკითხს. მწვავეა პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, რომელმაც ეს ამბავი უშინაც დაგმო დღესაც. შალო პაპაშვილი ამ მიმოწერას უყურებს როგორც ბრიუსელის მიერ ხუჩის ომის მონაწილე ტერორისტის მხარდაჭერას. აი თქვენ თუ ხედავთ პრობლემას ევროკავშირის ელჩის მიერ ზვიად ცეცხლაძისთვის წერილის გაგზავნაში და ხო, აი რამდენად აკრძალულია ამ ტიპის ურთიერთობა დიპლომატიური სფეროს წარმომადგენლებს. ერთი მოაზრებული კი არ არის ზვიად ცეცხლაძე. ჩვენ გვყავს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, თქვენთვის და ყველა ქართველისთვის. ნებისმიერი ქართველის მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური სიმპათიები თუ ანტიპათიები აქვს, უბედურებაა ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც საქართველოში ერთსულ მოსახლეზე მეტი პოლიტიკური პატიმარია ვიდრე რუსეთში. ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოში ალბათ, რა ვიცი, ბერიას შემდეგ.
ხო და აი ამ რაღაც ავადსახსენებელი წლების შემდეგ არ ყოფილა ესეთი რამე. ეს არის უბედურება და ძალიან მძიმე. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმარს, ნამდვილად პოლიტიკური პატიმრებია და მათი განთავისუფლება პირველ რიგში სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავლისთვის. ბუნებრივია, რომ ახლა ეს კომუნიკაციაში მე ვერაფერს ნამდვილად ვერაფერს საძრახის ვერ ხედავ და ბუნებრივია, რომ ადამიანები გარდა იმ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი მეგობრები, მათ შორის დიპლომატები შეშფოთებულები არიან იმით, რომ საქართველოში არის პოლიტპატიმრები და ყველანაირად ცდილობენ, რომ ეს ვითარება არ იყოს. ძალიან მძიმე ვითარება არის საქართველოში პოლიტპატიმრები, ესეთი მეტასტაზისებით მოდებული კორუფცია, პოლიტიკური სისტემა, რომელიც აღარ წარმოადგენს ადამიანების საქართველოს მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს, ხო? ეს არჩევნები არც ერთმა ქვეყანამ არ აღია როგორც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. უმძიმესი ვითარება პრაქტიკულად ხო გვაქვს ვითარება, როდესაც რუსული გავლენები იზრდება ქვეყანაში. ყველაფერი ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ჩვენი თითოეული ქართველის ინტერესების, ჩვენი ქვეყნის ინტერესების. ეს არის ძალიან ღრმა, უნდა ვთქვათ ამას და ვილაპარაკოთ ღიად, თუმცა თითქოს დაგვავიწყდა. ყოველ დღე იმდენი უბედურება ხდება, რომ დიდი პრობლემა, მთავარი პრობლემა რის გამო ხდება ეს უბედურება, დაგვავიწყდა. ეს არის ღრმა, მძიმე პოლიტიკური კრიზისი. ეს ქვეყანა არის ღრმა, მძიმე პოლიტიკური კრიზისში, რომლის გადაწყვეტის გზა არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება იმისათვის, რომ ხელისუფლება გამოხატავდეს ყველა ქართველის ნებას და ეს არის საქართველოში ეს არის ძალაუფლების წყარო და უნებრივია რომ ამის გარეშე ყველა ნორმალურ ქვეყანაში ესეთი ტიპის პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტა წარმოუდგენელია რამე ასეთი ხეცური დრაკონული კანონებით ხო ეს კანონებიც აღარ არის რაღაც კანონი ქვია მაგრამ აბსოლუტურად უსამართლოა ხო მასე კანონი მაგალითად იმ დღეს შედარება მოიტანა ერთმა ადამიანმა ნაცისტების გერმანიაში მაგალითად იყო კანონი რომ ებრაელები უნდა დაეხვდათ. გან ეს კანონი იყო, ხო? 100 არის 5000-იანი ჯარიმები და ადამიანების ციხეში ჩაყრა ადმინისტრაციული საჯელები, ახლა საერთოდ სისხლის სამართლის მხოლოდ გუშინ 30-მდე ადამიანის თქვენი კოლეგების ის იყო რაღაცა მარში და დაერიენი და ჩაყარეს ციხეში გამოავსეს ციხე. ერთსულ მოსახლეზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის კატასტროფული ციფრი, თითქოს ისე შემოგვაპარეს, თითქოს არაფერი, კატასტროფული ციფრი არის. ერთსულ მოსახლეზე საქართველოს ყავს მეტი პოლიტიკური პატიმარი. ვიდრე რუსეთს. საუბრა რამდენიმე დღის წინ ამის თაობაზე, რის საპასუხოდაც ქართულ ოცნებაში უთოს მოქმედ თავმჯდომარის ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ევროპელი ჯო უილსონი უწოდეს და რადგან ისევ აი ამ დასავლეთ პარტნიორებთან ურთიერთობის თემამდე მივედით, რამდენიმე კითხვას კიდევ დაგისვევთ. საერთოდ ჯამში მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ბრიუსელი, ევროკავშირი, ევროპელი ელჩები, ევროპელი პოლიტიკოსები მუდმივი ბრალდების და შეიძლება ითქვას თავდასხმის ობიექტი არიან ქართული ოცნების მხრიდან. აი რატომ არის ევროპა თავდაცვის რეჟიმში და არა ვთქვათ თავდასხმის რეჟიმში ქართული ოცნების მიმართ ეს კითხვაც მინდა დავსვათ. არის თუ არა პრობლემა, როცა ქართული ოცნება ახერხებს, რომ ბრიუსელი ყავდეს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში და მუდმივად ამტკიცებდეს, რომ არაფერს ცუდს საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში არ აპირებს. იცით რა, მე მაგალითად ესე არ ვიტყოდი, რომ მაგალითად ესე თავის მართლების რეჟიმში არიან. საერთოდ არც ჯო უილსონთან შედარებას როგორც ნეგატიურს არ აღვიქვამ, ხო? ჯო უილსონი არის საკმაოდ ესეთი ეფექტური და პრინციპების ერთგული კონგრესმენი შეერთებული შტატებში. თუმცა როგორც კომპლიმენტი ხო, რა თქმა უნდა, ეხლა მან ბევრად უფრო ძიმე რამე არის. აქ მთელი ეს ქმედება, რომ ეს დასავლეთის წინააღმდეგ, აი მაგალითად აი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაჯარიმება, ეს აბსურდული ქმედებები თავიდან ბოლომდე მე თქვენს ეთერში ადრეც ვისაუბრეთ ჩვენ თქვენთან და იგივე ეს კიდევ უფრო კაფიოდ ჩანს ეს დღევანდელ დღეს ეს არის თანმიმდევრული და მიზანმიმართული მცდელობა რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც ისეთ ქვეყანად რომელთანაც საერთოდ ურთიერთობას აზრი არ აქვს საერთოდ
არ შეიძლება ურთიერთობას. ეს პირადი თავდასხმები ამ დიპლომატებზე, პოლიტიკურ მოღვაწეებზე, ესეც ამისკენ არის მიმართული. ეს არის თავიდან ბოლომდე კარგად დალაგებული სცენარი იმისათვის, რომ საქართველოს რეპუტაციას როგორც თავისუფლების მოყვარე ერის, მთელი ერზეა საუბარი, ძირი გამოუთხანოს სრულიად დაანებოს საერთოდ დასავლეთმა თავი საქართველოს მხარდაჭერაზე ფიქს ან საქართველოს თავის ასე ვთქვათ ორგანიზაციებში გაწევრიანებაზე ან ამა თუ იმ ფორმით თავის ნაწილად აღქმას. ეს არის ძალიან მკაფიო, ეს ძალიან მკაფიოდ ჩანს. ესეთი უაზრო თავდასხმა ხა უაზროა სრულიად აბსურდული თავდასხმები ამის გარდა სხვას არაფერს ემსახურება, ხო? და ჩემი აზრით ეს პირველ რიგში გვაზარალებს ყველა ჩვენთაგანს და კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი ამ დაჯგუფებას, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და ძარცვავენ ამ ქვეყანას უკვე აი ამ უზარმაზარი მასშტაბის კორუფციასთან გვაქვს. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა თუ არა საერთოდ ყველას საქართველოს იზოლაციაში მოქცევა იმისათვის, რომ თავიანთი ძალაუფლება აქ შეინარჩუნოს. აი უმძიმესი ვითარებაა. ამას პლუს ემატება ბევრი ისეთი კომპონენტი, რომელიც თვითონ შიგნიდანაც არყევს საქართველოს. მოწოდებები, რომ ქვეყანა დატოვონ ადამიანებმა, ვისთვისაც ეს ანტიდემოკრატიული რეჟიმი მიუღებელია, სრულიად მიუღებელი და ჩემი აზრით ძალიან მავნებლური ეგრეთ წოდებული რაღაც განათლების რეფორმა რო გამოაცხადოს, რომელიც მიმართულია რაღაც ერთი მხრივ პრიმიტიულად რაღაც რომელიღაც უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის წართმევაზე და რაღაც კორპუსების აშენებაზე, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის მოწყვეტა საქართველოსი ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან, რაც ძალიან მძიმე შედეგები ექნება მომავალი თაობების. ბატონო დავით, გამოსავალზეც რომ ვისაუბროთ, აი ოპოზიციურ პარტიებში ვისმენთ განცხადებებს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, მათ შორის მომიტინგეებს, რომლებიც თუნდაც ყოველ საღამოს იკრიბებიან რუსთაველის გამზერზე, ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესში სჭირდებათ დასავლური სამყაროსგან დამატებითი, ასე ვთქვათ, სტიმული, იქნება ეს სანქციები თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილებები და გარკვეულწილად შექმნილია კიდეც მოლოდინი, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა იყოს, ასეთ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ, თუმცა ხო არ გადის თვეები და ბრიუსელის მხრიდან შესაბამისი და კონკრეტული ნაბიჯები ცოტა იგვიანებს. აი რატომ ვერ მოაქვს უფრო მეტი შედეგი, ესეც მინდა გითხრათ. ოპოზიციის საკმაოდ აქტიურად მუშაობას ევროპელ პარტნიორებთან და გარდა იმისა, რომ თქვათ არსებობს იგივე კონსენსუსის პრინციპი, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი, აი სხვა რა გარემოებები აყოვნებს თქვენი აზრით ევროპული ქვეყნების მხრიდან ქართული ოცნების მისამართით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებას. ეცდა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ როგორც ამ ქვეყნის შვილები პირდაპირ ჩვენ უნდა უკეთ ვორგანიზდეთ, დაორგანიზდეთ, იმიტომ რომ ეს უკვე გაცდა რაღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ სიმპათიებს და ანტიპათიებს. ეს აღარ არის, ეს არის ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კარგად მესმის, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მესმის, რომ ოპოზიციური პარტიები უმძიმესი დარტყმის ქვეშ არიან, მათი ლიდერების უდიდესი უმრავლესობა ციხეშია და ვინც არ არის ციხეში, იმათაც დაასდევენ ზოგ საქმე აქვს აღძრული, პრაქტიკულად ყველა ესე ვთქვათ საშუალება გადაკეტილი აქვს. მე ვფიქრობ, რომ აქ ბევრად უფრო სერიოზულად უნდა მიუდგეთ, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებზეც არის ეს პასუხისგებლობა, მათ შორის არის ყველა იმ ადამიანზე, ვისაც აი რას უნდა აკეთებდნენ პარტიები, რას უნდა აკეთებდნენ რიგითი მოქალაქეები. იგივე აი რუსთაველზე მიმდინარე რაღაცა პროტესტის ფორმატიც, აი რამდენად ფიქრობთ, რომ გარკვეულწილად რაღაც ახალია მოსაფიქრებელი, აი ფიქრობთ თუ არა, რომ ხო, მე ვერ მივუთითებ იმ ადამიანებს, როგორც მიაჩნიათ საჭიროდ, ისე აკეთებენ. მე ვერ მივუთითებ, იმიტომ რომ ეს პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ამ ხალხს დიდი ხნის განმავლობაში ამ პროტესტს აგრძელებს და გააგრძელებს, მე დარწმუნებული ვარ. დამატებითი ძალიან მკაფიოდ არის გამოსაკვეთი ის, რომ რა არის ალტერნატივა. რა ალტერნატივაზე საუბრობ. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ ხედავთ ამ მუხტს. ხალხონელა ნამდვილად აშკარაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ რა ვიცი, იბრძოლოს თავისი ქვეყნის გადასარჩენად. ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა ახლა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რომ აი ორგანიზების საკითხი არის სწორედ აი ამ ოპოზიციის მხრიდან. ხა
შემიძლია ბევრი რაღაც დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ხო, ბევრი რამეა, ვისი გაუმჯობესებაც არის საჭირო, განსაკუთრებით იმისათვის, რომ კაფიოთ ოპოზიციამ მოახერხოს გამოხატოს, გამოკვეთოს თავისი ალტერნატივა და ამასთანავე უმძიმეს შეცდომების დაშვებისგან კიდევ შორს უნდა წავიდეს. მე ვფიქრობ, რომ აი რა ვიცი ეს უთანხმოებები და მძიმე უთანხმოებები და ერთმანეთთან ბრძოლები, რომელშიც რა თქმა უნდა მე შეცდომებად რას უთვლით ოპოზიციას? თავარი შეცდომა რაც არის, რომ ხო, თავარი შეცდომა ჩემი აზრით არის, რომ ეს უთანხმოებები აი ერთი ამ არჩევნების საკითხზე იყო, ზოგი გადაწყვიტა წავალ, ზოგმა გადაწყვიტა არ წავალთ, მე არ არის შეგრძნება, რომ ეს ოპოზიციური ერთობა არსებობს და ამ ოპოზიციური ერთობა არა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ოპოზიცია შეიძლება იყოს, რა ვიცი მე, ერთ პარტიათან ერთ სიათქე არ უნდა გამოდიოდეს, არამედ ყველა უნდა იყოს მზად, რომ გაიღოს თავისი ამბიციები მოთოკოს და გაიღოს ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრას ამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით. ბუნებრივია ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით წასვლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ საბოლოო ჯამში ეს პარტიები ერთ პარტიად არ გავლენ და რა თქმა უნდა ყველას საქართველოს უნდა იყოს ასე ვთქვათ მრავალპარტიული სისტემა. მაგრამ ამას აქამდე უნდა მივიდეთ, ამას უნდა მივახციოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ მივახციოთ ეს და ამ თვალსაზრისით საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების და ყველა საპროტესტო ელექტორატის ძალისხმევის გაერთიანება ძალიან დიდი მნიშვნელობაა. თუკი დასცალდათ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ქართული ოცნება, ხო, აკრძალვას გეგმავს ოპოზიციური პარტიების და რადგან ამ თემამდეც მივედით, თქვენი პოზიცია გაგვიზიარეთ, პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით შემდეგი თვეების განმავლობაში. იცით რა, არ გამოვრიცხავს ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს შესაბამისი სარჩელით და როგორც მართლ პარტიაში ამბობენ 10-მდე პარტია შესაბამის ჩამონათვალში, რაც რა ვიცი, ალბათ იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ყველა იმ პარტიის აკრძალვაა დაგეგმილი, რომელიც დღეს წარმოადგენს ასე ვთქვათ ოპოზიციურ სპექტრს. აი როგორ პოლიტიკას მივიღებთ, თუ კი ქართული ოცნება ბოლომდე მიიყვანს იმას, რაც ჩაფიქრებული აქვს და ხო აი ამით პოლიტიკა გაჯანსაღდება, როგორც ამას ამტკიცებს მართველი პარტია და ამით პოლიტიკური პროცესი სრულად მოკვდება ჩვენს ქვეყანაში. აი როგორც ლენინმა გააჯანსახა პოლიტიკა, როცა დახვრიტა ყველა და სხვა პარტიები გააუქმა, თუ მაგას გაჯანსახება ქვია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხო, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მოხდება, არ გამოვრიცხავ, რომ ფორმალურად ეს გაუქმება მოხდეს, მაგრამ ეს ვერ შეაჩერებს საპროტესტო მუხტს. ეს ვერ გადაწყვიტავს ღრმა პოლიტიკურ კრიზისს. ესეთ ვითარებაში, როდესაც ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისია, როცა არ ასახავს ის შედეგი, რაც არის ქართული ხალხის ნებას და კიდევ უფრო მეტიც, ხო? იმ ადამიანებმაც კი, მე არ მგონია რომ ბევრი იყო ესეთი ადამიანები, მაგრამ იმ ადამიანებმაც კი, ვინც გულწრფელად მისცეს ხმა ქართულ ოცნებას, ისინიც ფრუსტრირებულები არიან, იმიტომ რომ ქართულ ოცნებამ გააკეთა რამდენიმე დღეში აბსოლუტურად საწინააღმდეგო იმისი, რასაც თავის ამომრჩევლებს პირდებოდა, ხო? ეს ეხება საქართველოს დემოკრატიულ კურსს, საქართველოს განვითარების კურსს და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის კურსს, ხო? თავიდან ბოლომდე შემოატრიალა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ კი ვინმეს იმედი აქვს იქ, რომ აი ესე გააუქმებენ რაღაცა პარტიებს და ამ ხელის სასამართლოს, თუ ამას მიიღებს. რომელი ჭირდება უფრო თვითონ ქართულ ოცნებას, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა თუ მისი ყოფნა პოლიტიკურ ველზე, იმიტომ რომ არაერთი ექსპერტი უსვავს ხაზს, რომ ძალიან წარმატებულად იყენებს 13 წელია ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ფაქტორს, როგორც ასე ვთქვათ, პოლიტიკური ბუას, ხო? აი საინტერესოა რა მოხდება თუ კი ქართულ ოცნებას არ ეყოლება ნაციონალური მოძრაობის ეს პოლიტიკური ხელოვნურად ვერც გავაუქმებთ ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიას, იმ პარტიას, რომელსაც საზოგადოების ამა თუ იმ ფორმით რაღაცა მხარდაჭერა აქვს, ეს იმ ადამიანებზე არ არის პოლიტიკური პარტიის არსებობა, არარსებობა დამოკიდებული, ვისაც ამ პარტიისადმი სიმპათია, ანტიპათია გააჩნია, ხო? თქვენ შეიძლება რომელიმე პარტია არ მოგწონდეთ, მაგრამ მას თუ მხარდაჭერები ყავს, ეს პოლიტიკური სპექტრის ნაწილი არის თავისთავად. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, რომ ხელოვნურად ესენი ვიღაცები გავაქროთ, არ გამოდის ხოლმე, როგორც წესი.
ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არავის არაფერი ახალი ველოსიპედის მოგონება არ არის საჭირო. პოლიტიკური კრიზისებიდან არ არის სხვა ტიპის გამოსავალი, თუ გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაზე ვისაუბროთ და არა რაღაცა ხუნტაზე, ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების სრული განთავისუფლება. ეს იყო საბთავიდანვე ეს მოთხოვნა ქონდა პროტესტს და დღემდე ისევ ეს მოთხოვნა. სხვა მოთხოვნა არც დამატებია, ხო? გარდა რა თქმა უნდა უამრავი სხვა რაღაც უბედურება ხდება, მაგრამ ეს პოლიტპატიმრების რიცხვი მხოლოდ გაიზარდა და ეს კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ გარღვმავდა, იმიტომ რომ პრაქტიკულად მე არ მახსოვს ბატონ დავით, ესე ვთქვათ, ქუჩის კომპონენტზე ჩაგეკითხებით და უკვე ამით დაგემშვიდობებით. მაგალითად 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ, აი გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ქუჩამ ამოწურა მისი თავი და ასე ვთქვათ, ქუჩას აღარ დარჩა პერსპექტივა იმისა, რომ ხელისუფლება ამ გზით შეიცვალოს, თუმცა აი ნაციონალურ მოძრაობაში პირიქით ფიქრობენ, რომ იმისთვის, რომ ქართული ოცნება მივიდეს ჩამოშლამდე, აი სწორედ ქუჩის კომპონენტია აქ ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, რომელი პოლიტიკური პარტია ცდება ორივე ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. იცით რა, არც ერთ პარტიას და არც მეორე პარტიას ქუჩის პროტესტი არ ეკითხება აზრს. ქუჩის პროტესტი არსებობს თავისებურ. ეს პარტიები არ წარმოადგენენ, არავინ არ ეკითხება გახარიას ქუჩის პროტესტმა ამოწურა თავი თუ არა. ის არც არასდროს ყოფილა ამ ქუჩის პროტესტის ნაწილი და თუ რამე შეუძლია, ხა ბოლო საერთოდ აი ამ არჩევნებში მონაწილეობის საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა საკუთარ თავს, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი აზრით ის ფსევდო შედეგებიც კი რაც დადო, ჩემი აზრით რა ვიცი, ძალიან სავალალო ვითარებას აჩვენებს. ამიტომ მე რა ვიცი, არასდროს არ მქონია რაღაც მაღალი წარმოდგენა ამ დაჯგუფებაზე და რა ვიცი, თავისი საქმე თვითონ იციან, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ მათ ვინმე ეკითხება ამ ქუჩის პროტესტმა თავი ამოწურა თუ არა, ეს თავიანთი მოსაზრებაა და რა ვიცი, თვითონ თუ გონიათ, რომ ის რამდენი მე მგონი არც ერთი მანდატიც კი არ დაუწერეს. თბილისის საკრებულოში არც ერთი მანდატიც კი არ მისცეს თბილისის საკრებულოშიც კი. მადლობა ბატონ დავით იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი დაგემშვიდობებით დავით სიხარულიძის შეფასებებს ისმენდით პირდაპირ ეთერში ახლა კი ოპოზიციის პოზიცია გვერდდება ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე რომელთანაც სასაუბრო ასევე ბევრია ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ის რასაც რუსთაველის გამზირზე ბოლო დღეებში ვუყურებთ საინტერესოა რამდენად ხედავს ლელო ქუჩის პროტესტში პერსპექტივას თუნდაც მას შემდეგ რაც 4 ოქტომბრის მოვლენები ვიხილეთ და იმ ფონზეც როცა ლელო ერთგვარად დისტანცირებულია წინააღმდეგობის პლატფორმის ასევე საინტერესო რას ფიქრობენ გიორგი გახარიას პარტიის გაწყვეტილებაზე, რომელიც პარლამენტში შედის, მით უფრო რომ ლელო და გახარიას ძალა კოორდინირებულად მოქმედებდა თვითმმართველობის არჩევნებში და მოკლედ არაერთ თემაზე დავსვათ კითხვებს და შესაბამისად მოისმენთ პასუხებს, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ. ბატონ გიორგი, გამარჯობა და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. ბატონ გიორგი, ჩვენი ინტერვიუც მინდა გავხსნათ თემით, რასაც ქვია კორუფცია და ქართული ოცნება, კორუფცია და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები. იცით თქვენ სუსის ინფორმაციით ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ასე ვთქვათ, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება, რაც შეეხება გრიგოლ ლილვაშვილს, მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ ვრცელდება აღიარებითი ჩვენების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ბოლო დღეებში მასთან დაკავშირებული ორი პირი დააპატიმრა პროკურატურამ და შესაბამისი ბრიფინგები მოვისმინეთ როგორც გუშინ ისე დღეს საგამოძიებო უწყებაში. რიგი პოლიტიკოსის შეფასებაა, რომ ქართულმა ოცნებამ დაადასტურა ის, რაც ქართულმა ხალხმა ისედაც იცოდა და იცის, რომ ასე ვთქვათ, ქვეყანაში ტოტალური ძარცვა და იპარავს ასე ვთქვათ ყველა. აი თქვენ რა დაგანახათ კორუფციული ფაქტების გამომზაურება? ერთი მხრივ ღიმილის მომგვრელი არის ის აღიარება, რომელიც ღარიბაშვილმა გააკეთა და ამითი ალბათ ქართულმა ოცნებამ აღიარა თავისი ტოტალური ფიასკო, ის რაც საზოგადოებამ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ხანია იცის, თუმცა არსებობს ჩვენ საზოგადოებაში გარკვეული სეგმენტი, რომელიც დღემდე იკვებება პროპაგანდით, სახელისუფლებო მედიის მეშვეობით იქმნის ცრუ წარმოდგენას რეალობაზე, რომელიც საქართველოში რეალურად არ არსებობს. ჩვენ დიდი ხანია ვაკვირდებით კლანურ დაპირისპირებას ქართულ ოცნებაში
და ნახეთ სხვადასხვა მაღალჩინოსნის დაპატიმრებაც, იქნებოდა ეს მინისტრი, მინისტრის მოადგილე, რიჟვაძე თუ სხვები, მაგრამ ახლა უკვე საუბარი არის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, სუსის ყოფილ უფროსზე, ყოფილ გენერალურ პროკურორზე, რომელიც არაფორმალურად აკონტროლებდა მთელს ძალოვან სტრუქტურებს. ეს ადამიანები იყვნენ საყრდენი ფიგურები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და ამავდროულად სახეც ხო ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი რომელთაც ამაყობდნენ, რომელიც იყო ერთგვარი ელჩი საზოგადოებაში მათთვის და ამბობდნენ რომ აი ესეთი უმციკლო რეპუტაციის პიროვნება და ახლა აღმოჩნდა რომ თურმე ამდენი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი ყოფილა ფარსი. ეს გვაგონებს ჩვენ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ავტორიტარულ, არამედ ტოტალიტარული სისტემების გამოცდილებებს, როდესაც პირველი პირები და მნიშვნელოვანი ფიგურები აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მოღალატეები. რა არის მიზანი? მიზანი არის არ არის ერთი, რეალურად კორუფციასთან ბრძოლა რომ არ არის ამის მთავარი მიზანი, ეს ჩემი აზრით ცხადი და ნათელია, იმიტომ რომ ქართულმა არა ცალკეულმა პირებმა, არამედ სისტემამ თვითონ მოიტანა ამ ქვეყანაში კორუფციის წარმოუდგენელი მასშტაბით აყვავება ყველა სფეროში, ყველა დონეზე. ჩვენი პარტიაც ხო ძლიერი საქართველო ლელო დიდი ხანია ამბობდა ამას, ისევე როგორც სხვები, რომ ქვეყანაში არის სისტემური კორუფცია და მასში ჩართული არის ყველა რგოლი, ხო, სახელმწიფო აპარატის. თქვენი აზრით გრიგოლი ლუაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვიზეც არის რომელთა წინააღმდეგაც არის საქმე აღზრული და თუ ფიქრობთ რომ თქვა კორუფციაში იყვნენ ჩართულები ეს მაღალჩინოსნები, ყოფილი მაღალჩინოსნები, მაშინ რატომ უნდა იწვევდეს კითხვებს მათ მიმართ დაწყებული გამოძიება? აი დღესაც ითქვა ლელოში, თქვენს პოლიტიკურ ძალაში, რომ საზოგადოება თვალსად ადევნებს და თქვენს პრინციპში იგივე პოზიცია დააფიქსირეთ ოცნების ერთი კლანის მეორე კლანზე, ასე ვთქვათ, გამარჯვების პროცესს. აი რატომ დაგყავთ ეს თემა კლანებს შორის დაპირისპირებამდე, თუ კი ფიქრობთ, რომ ელიტური კორუფციის პრობლემა არსებობს ქვეყანაში და მათ შორის ეს პრობლემა პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილამდე თუ გრიგოლ ლილუაშვილამდე მიდის? ხო, მე ამას ვამბობ სწორედ რომ აქ ორი კურდღლის დაჭერის პრინციპია, ერთი არის კლანური დაპირისპირება, მაგრამ ამითი არ მოიწურება, ხო? ჩვენ მანამდეც გვესმოდა იმის შესახებ, რომ ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, მას შემდეგ რაც ისინი ჩამოსცილდნენ საჯარო თანამდებობებს, რომ მათ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა პრეტენზიები და აქ მაფიოზურ გარჩევებზეც შეიძლება იყოს საუბარი, ხარ რიჟვაძის საქმე ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა, თუმცა ჩვენ ხო კარგად ვიცით, რომ ივანიშვილმა საქართველოს აქცია შავი ფულის სატრანზიტო დერეფნად, იქნება ეს უკანონო არალეგალური შემოსავლები, იქნება ეს ბიუჯეტის ძარცვა უშუალოდ, ტენდერები, ეს არის საქართველოს მოქალაქეების გადასახადის გადამხდელების ჯიბეში ხელის ჩაყოფა. აი, ასეთ სატრანსპორტო შავი ფულის ხაბად აქციეს ეს ქვეყანა და რა ვიცი, სხვა მანამდეც იყო სხვა გახმაურებული საქმეების 650 მილიონი დოლარის საქმე, ხო? თუნდაც რა ბედი ეწიათ სხვა მაღალჩინოსნებს, რომელთა სახლებში აღმოაჩინეს დიდი ოდენობით ფული, ხო? რატო არ არის პასუხისგებაში მიცემული მაგალითად თვითონ ლილუაშვილი ან ღარიბაშვილს კონკრეტულად რა ბედი ეწია, ბრალი წარედგინა თუ არ წარედგინა, მაშინ როდესაც ვნახეთ, რომ სხვა პირები მათთან დაკავშირებულები პასუხისგებაში არიან მიცემული და ყოველდღიურად ჩვენ ხედავთ პასუხი გაქვთ კითხვაზე რატომ ასე ვთქვათ გაათავისუფლა ხო გამოუშვა სუსმა ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ რაც დაიკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ვნახეთ კიდეც კადრები როდესაც როგორ ტოვებს ის სუსის შენობას. აი ეს ღარიბაშვილის არ დაჭერა თქვენთვის რისი მანიშნებელია? სხვა შორის თქვენი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის პოზიცია უნდა ვახსენო ისევ, მაგალითად თაზო დათუნაშვილი ეჭობს რომ ღარიბაშვილი ინდულგენციას ყიდულობს კონკრეტულ თანხებად და კონკრეტულ ქონებად. აი თქვენ რას გაფიქრებინებთ ის რომ ასეთი მძიმე ბრალდების ფონზე ღარიბაშვილის მიმართ ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული ბრალი წარდგენილი, ისე როგორც ხო არ არის დაპატიმრებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ საქმეებს არანაირი კავშირი არ აქვს არც კორუფციასთან, ბრძოლასთან, არც
რაღაც სამართლიანობის და სამართლის აღსრულებასთან და სამართლიანობის აღდგენასთან და მით უმეტეს არანაირი კავშირი აქვს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან. აქ არის კონკრეტული ინტერესი პირველ რიგში აქვს ბიძინა ივანიშვილს. დიახ, შეიძლება რომ ინდულგენცია იყოს ეს ღარიბაშვილისთვის ცალკე აღებული ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა არ არსებობს, არის შერჩევითი მიდგომები, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ არავის გვაქვს იმის ილუზია, რომ ამითი რაღაცა კორუფციას დონე შემცირდება ამ ქვეყანაში. რა ვიცი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია რომ ავიღოთ მარტო, როგორც ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფო უწყება. სხვა ნებისმიერი დაწესებულება იქნება ეს მუნიციპალურ დონეზე თუ სახელმწიფო დონეზე ტოტალურ კორუფციაში არის ჩართული. ხო, აი თუნდაც ის ახალი ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში და ახლა ახალ არჩეულ საკრებულოს წევრებს ყველას რაღაცა თანამდებობას ურიგებს, წარმოუდგენელი რაოდენობის ხო, ახალი პოსტები, ყველა ვიღაცის მოადგილეა, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ყველა თანამდებობის პირი აღმოჩნდა თურმე ახლა და ეს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პოლიტიკური კორუფციის ფაქტებია. შესაბამისად აქ მთავარი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის რეზონანსის შექმნა, გადაფარვა იმ პრობლემებისა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. უმწვავესი პრობლემები სოციალურ და ეკონომიკურს რომ თავი დავანებოთ და პოლიტიკურ კრიზისს რამდენიმე დღით ადრე დაანონსებული განათლების კატასტროფული რეფორმა, ხო? პარტიების აკრძალვა. ეს არის ის მნიშვნელოვანი თემები, რომლის მეტნაკლებად გადასაფარადაც, იმიტომ რომ ვერ გადაიფარება თავის შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ ქართულ ოცნებას ამის მცდელობა აქვს, რომ აი ახლა რეზონანსული საქმით, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის საქმეებით ეს თემები მოაქციოს ამ რეზონანსის ჩრდილში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი გათვლა, რომელიც ნაცადი ხერხი არის გვინახავს არაერთხელ სხვადასხვა პლატფორმაზე, სხვადასხვა ეტაპზე საკანონმდებლო იქნებოდა თუ კიდევ რაიმე სხვა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. გადაიფაროს ჩრდილში მოაქციოს სხვა თემები. ბატონო გიორგი, ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული საქმე რომ ავუწოროთ ერთ კითხვას, ასე ვთქვათ, მდინარაძის ეფექტის შესახებაც დაგისვავთ, მალე ორი თვე ხდება, რაც მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა გადაინაცვლა ირაკლი ყუბახიძის შეფასება, რომ სუს დღეს უფროსის თანამდებობა გადაიბარა. ირაკლი ყუბახიძე ამბობს, რომ სუს დღეს ყავს ძალიან ძლიერი ხელმძღვანელი, რომლის პირობებშიც უსაფრთხოების სამსახური მიაღწევს სრულიად ახალ სიმაღლეებს. აი როგორი სტარტი აქვს მამუკა მდინარაძის თქვენი შეფასებით და იმის მიერ სუსის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პირველ ორ თვეს თქვენ რა შეფასებას მისცემთ? მამუკა მდინარაძე ამ ახალ თანამდებობაზე ასრულებს ზუსტად იმ დავალებას, რომელიც ამ ეტაპზე აქვს ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული, ის ახლა ამ შემთხვევაში გამარჯვებული კლანის წარმომადგენელია. მოდი გავიხსენოთ, რას ამბობდა ირაკლი ყუბახიძე, ირაკლი ღარიბაშვილზე, რას ამბობდა გიორგი გახარიაზე, რას ამბობდა სალომე ზურაბიშვილზე. შესაბამისად, მისი სიტყვები და შეფასებები და რაღაცა დიდი პერსპექტივის დასახვა ეს ყოველგვარი შინაარსისგან არის დაცლილი ქართული ოცნებისთვის, მისი სპიკერებისთვის. სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს, მათ სიტყვას მართლაც ჩალის ფასი აქვს. სიტუაცია როგორც მოითხოვს და ბიძინა ივანიშვილი როგორც მოითხოვს, ისეთი იქნება შეფასებები ცალკეული პირების მიმართ. ადრე თუ კერპი იყო მათთვის ღარიბაშვილი, მანამდე კიდევ გახარია, მანამდე კიდევ სხვები, ახლა ისინი თურმე მოღალატეები ყოფილან და რა ვიცი, არავინ არ არის დაზღვეული ქართული ოცნების რიგებშიც კი და ნათლად გამოჩნდა ეს ბოლო დროინდელი ამბებით იმისგან რომ იყოს უსაფრთხოდ ჰქონდეს რაღაც სრული ინდულგენცია, სრული გარანტია ბიძინა ივანიშვილის თავში რა მოუვა და ვის რაღაცა ფეხი დაუწდება და მის გზაზე რაღაც სხვაგვარად ივლის, იმის და მიხედვით იქნება შეფასება, რეაქცია, სადამსჯელო ზომები და ასე შემდეგ. კეთილი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს უნდა დაუთმოთ დრო და მოდით ახლა რუსთაველის გამზირზე გადავინაცვლოთ და შევხედოთ და შევაფასოთ ის, რაც ყოველ საღამოს ბოლო რამდენიმე დღეა ხდება ბალნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. მხოლოდ გუშინ 30-მდე მომიტინგის დაპატიმრება მოხდა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული ქალი, რომელიც ასე ვთქვათ ავიდა პოლიციის მანქანაზე და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, სამართალდამცავების მუნდირი შეურაცხყვა.
პოზიცია გაქვთ იმაზე, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ რუსთაველის გამზირზე. ვისმენთ განცხადებებს, რომ კანონები არ არის სამართლიანი და უსამართლო კანონების შესრულება არ უნდა მოხდეს. ეს თქვენ რამდენად სწორი გამოსავალი გონიათ? მოდი დავიწყოთ ქართული ოცნების პერსპექტივიდან, რა მოიმოქმედა ამ დამნაშავე პარტიამ, ხო? ამ ფაქტობრივ მმართველმა ძალამ, არალეგიტიმურმა დაიწყო რეპრესიების ახალი ეტაპი. დაიწყო არაკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, რეპრესიული კანონების და მათი აღსრულება იმ პატრიოტების წინააღმდეგ, რომელიც პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს, სარგებლობენ თავისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით, გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, მშვიდობიანი პროტესტი უნდათ რომ ჩაახშონ რეალურად. ამისთვის იყენებენ ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, რომლის ღირსება თავად ქართულმა ოცნებამ შეელახა. მე შევახსენებ საზოგადოებას პატრულს შეშინებული რომ იდგა ალექსანდრეს ბაღში გასული წლის დეკემბერში და იქ ტიტუშკები მართლა თავზე გადაუარეს და მათ შელახეს პირველ რიგში პოლიციელის მუნდირი. პატრულზე ვსაუბრობ ახლა GDD-ზე, სპეცრაზმზე და სხვა მარბიელ რაზმებზეც აღარ ვსაუბრობ, ხო? მაკაჩიხლადის თქვენი კოლეგის შემთხვევის შემდეგ, როდესაც ახლომახლო იყო პატრული და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. რატომ? იმიტომ რომ ეს იყო ქართული ოცნების დავალება, ქართულ ოცნებას აქვს ოფიციალური სტრუქტურები და აქვს კიდევ სხვა არაოფიციალური, არაფორმალური საცეცები, რომლითაც ებრძვიან საკუთარ საზოგადოებას, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, განსხვავებულ სიტყვას, ევროპულ მომავალს, დასავლურ ორიენტაციას და ეს რეპრესიული მეთოდები არის ისეთი მასშტაბის, რომელიც გვახსოვს მხოლოდ საბჭოთა საქართველოსთან. საბჭოთა საქართველოში გვაბრუნებენ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროპული საბჭოს სხდომის წინ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რეპრესიული კანონმდებლობა კიდევ უფრო გაამკაცრეს, სრულიად არაპროპორციული, რომელიც მანამდეც თუნდაც აი 5,000 ლარიანი ჯარიმები სრულიად შეუფერებელი ჯარიმები იყო, მაგრამ ახლა ეს ორკვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის არაკონსტიტუციური, მაგრამ ქართული ოცნება ამას არ დაგიდევთ და როდესაც ეს ხდება ევროპული საბჭოს სხდომის წინ და მისი აღსრულება ასეთი ინტენსიურობით, ეს უკვე მეტყველებს საბოტაჟზე ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობის ფორმატები გაწყვიტოს და როდესაც ირაკლი კობახიძე სიხარულით აცხადებს, რომ აი 229 დღეს ვეღარ გადაიკეტა რუსთაველი და ასეთი მცირე ადამიანისთვის დასაკმაყოფილებელი რაღაცები ახარებს და ამის დემონსტრირებას ახდენს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არის მართალი პროტესტი, იქ დგანან ნამდვილად პატრიოტები და მიუხედავად იმისა, როგორც არ ცდილობდნენ ამ პროტესტის მნიშვნელობის და მისი სიმბოლურობის დამცრობას, ეს ამ პროტესტმა გამოიღო ახლაც ძალიან დიდი შედეგი. აი, წინააღმდეგობის მოძრაობის მნიშვნელობაზეც გითხარით, რჩება ლელო იმ პოზიციაზე, რომ წინააღმდეგობა და ეს თუნდაც ყოველდღიური აქციები უნდა გაგრძელდეს და ამას, ასე ვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი იმ პროცესში, რასაც ქვია ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა და იცით რატომ გეკითხებით. აი, მაგალითად, გახარიას პარტიაში აღარ ფიქრობენ, რომ აი ქუჩას რამე შედეგის მოტანა შეუძლია ხელისუფლების ცვლილების თვალსაზრისით და იცით თქვენ რომ გამოსავალი კახარიას პარტია მოძებნა იმაში რომ შეწყვიტა ერთწლიანი ბოიკოტი და შევიდა საქართველოს პარლამენტში. როგორ უნდა გაგრძელდეს ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლა? ლელოს ხედვა რა არის? თქვენმა პარტიამ ვერ მოიგო მერის არჩევნები ვერც ერთ ქალაქში, ისე როგორც არ არის უბრალოდ უმნიშვნელოა თქვენი წარმომადგენლობა სხვა ქალაქის მუნიციპალიტეტში. შესაბამისად, რაშია გამოსავალი? როგორ უნდა გააგრძელოთ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ? ჩვენ ლელოში ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი პროტესტი, ქუჩის პროტესტი იყო, არის და რჩება ძალიან მნიშვნელოვნად. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობიანი პროტესტის გვერდით, მშვიდობიანი პროტესტის შუაგულში, მის ავანგარდში და იქნებოდა ეს დიდი აქციები თუ რაღაც უკვე ყოველდღიურად ქცეული რუსთაველის აქციები, ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის და კიდევ ერთხელ დადასტურდა, ხო, თუნდაც ირაკლი ყობახიძის განცხადებით და სიხარულით რო გვამცნო
და პოლიცია რომ მიუქსი ამ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ღირსების შემლახავი ეპითეტებით შეამკობინა ის ადამიანები, რომლებიც რა ტროტუარებიდან გაიტაცეს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჩვენ ვფიქრობთ და ყოველთვის ვამბობდით. ბრძოლის ყველა მეთოდი მშვიდობიანი და კონსტიტუციური არის აუცილებლად გამოსაყენებელი, საჭირო, მიზანშეწონილი, ამან მოიტანა დღევანდელი სტატუს კვო, ის რომ ქართული ოცნება არის არალეგიტიმურად აღიარებული საერთაშორისო ასპარეზზე, ხო? ის რომ ისინი არიან იზოლაციაში, იმის გამო რომ ისინი არიან ჩაგვრელები. ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების ჩაგვრელები. ჩვენ ვფიქრობთ და არჩევნებში მონაწილეობაც სწორედ იმიტომ გამოვაცხადეთ ჩვენ ბრძოლის ერთ-ერთ ეტაპად, რომ ყველა ფრონტიდან უნდა შეუტიოთ ქართულ ოცნებას, რათა მივაღწიოთ საბოლოო მიზანს. საბოლოო მიზანი არის რეჟიმის ცვლილება ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით და პოლიტპატიმრების გათავისუფლების პარალელურად ბუნებრივია და ამდენად ვინაიდან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც რჩებით გულისხმობ არა ლელოს მხოლოდ, არამედ იმ საზოგადოებას, რომელიც არის წინააღმდეგობის მოძრაობაში, თუნდაც პასიურად დღეს და ყოველდღურად არ გამოდის. ჩვენ ვართ კონსტიტუციურ სივრცეში, ქართული ოცნება გავიდა. მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობთ და იყო დრო, როდესაც ლელო ძალიან აქტიურად გადიოდა რუსთაველის გამზირზე და ძალიან აქტიური მონაწილე იყო აი ამ მშვიდობიანი პროტესტის. ახლა სათხართ, ესეც მინდა გკითხოთ, ხა აქციის მონაწილეთა ნაწილს რამდენიმე თვე აღარ სიამოვნებს ლელოს წარმომადგენლების მისვლა იქ, სადაც ეს აქცია და პროტესტი იმართება, მაგრამ რამდენად აპირებთ ამ მოცემულობას შეეგუოთ და იყოთ, ასე ვთქვათ, დისტანცირებული წინააღმდეგობის პლატფორმისგან, თუ დაიწყებთ ისევ რუსთაველის გამზირზე გამოჩენას და სიარულს და მით უფრო მაშინ, როდესაც ხო აი ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ, ასე ვთქვათ, მოძრაობის და პლატფორმის შენარჩუნება და გაგრძელება. ჩვენ არასდროს დისტანცირებულ ვართ წინააღმდეგობის მოძრაობიდან, გეთანხმებით იმაში, რომ ბევრი იმ ადამიანთა შორის გულისხმობ დემონსტრანტებს, არაპარტიულ ადამიანებს, ხო, რომელიც გულწრფელად განან, მათ ჰქონდათ განსხვავებული ხედვა უშუალოდ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასთან მიმართებაში და ეს არანაირად არ არის ის გარემოება, რომელიც ჩვენ შეგვასწავლებს აზრს წინააღმდეგობის მოძრაობაზე და რუსთაველის პროტესტზე კონკრეტულად, ხო, ჩვენი წევრები, მეც მათ შორის, ხო, ახლა შეიძლება საარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩვენ უფრო მეტად ვიყავით სხვა ფრონტზე წარმოდგენილები, მაგრამ ჩვენი წევრები ახლაც დადიან, მეც პირადად ჩემ თავზეც ვიღებ ამას, ბუნებრივია და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის რუსთაველის პროტესტის მხარდაჭერა და ქუჩაში დგომა მათ შორის. რაც შეეხება არჩევნებზე, თქვენ ახსენეთ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი წარმომადგენლობა. დიახ, შეიძლება ყველამ უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები, თუმცა ის გადაწყვეტილება თავდაპირველად რომ სწორი იყო, მე მგონი ძალიან კარგად გამოჩნდა 4 ოქტომბრის შემდგომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად და მკაფიოდ დაინახავს, როდესაც ახლა ნელ-ნელა ეს სურათი ხდება მთელი თვე საუბრობთ თვითმმართველობის არჩევნების პერიოდზე სწორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის უმნიშვნელო წარმომადგენლობა, ჩვენ ცადეთ, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ წარმოდგენილნი ვართ 57 მუნიციპალიტეტის საკრებულოში და რა თქმა უნდა ის რომ მომხდარიყო რომ სრული ძალებით შეგვეტია ქართული ოცნებისთვის სხვა შედეგი დადგებოდა, მაგრამ რაც ჩვენ შევძელით ეს არის სოლიდური წარმომადგენლობა და ჩვენი წარმომადგენლები იქ ხალხის ხმას აუცილებლად გააჟღერებენ, მაგრამ კიდევ ერთ ბოდიში და დავამთავრებ, ქუჩის პროტესტი ბრძოლა მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო ველზე აქტიურობა ქართული ოცნების წინააღმდეგ ეს ყველაფერი ერთობლიობაში მიგვიყვანს ჩვენ საერთო მიზნამდე, რომელიც უცვლელი არის 1 წლის განმავლობაში. ისევ ლელოზე მინდა კითხოთ თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ თქვენი პარტია ერთგვარად ოშტოხში მე ასეთი შტაბ-ბიჭება რჩება პასიურ პოლიტიკურ რეჟიმზეა გადასული, თუ არ ჩავთვლით დღის განმავლობაში პარტიის 2-3 წევრის კომენტარს ერთ-ორ აქტუალურ საკითხზე, ფაქტობრივად პარტიას არ აქვს სხვა არანაირი აქტივობა. ფაქტობრივად არჩენან თქვენი პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ისე როგორც თბილისში თქვენი მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე. რა არის ამის მიზეზი, სად არიან თქვენი ლიდერები და რატომ შეამცირეთ პოლიტიკური აქტივობა? მე არ ვფიქრობ, რომ პოლიტიკური აქტივობა არის შემცირებული, მით უმეტეს თუ შევადარებთ სხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობას და საერთოდ პოლიტიკური პროცესი შეიძლება დღეს ამ დღეების განმავლობაში ზოგადად იყოს არც თუ ისე მძაფრი და სხვა თემებს ჰქონდეს გადაფარული პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ პასიურ მდგომარეობაში ვართ.
ჩვენი ლიდერები მათ შორის მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ჩართულნი პარტიულ საქმიანობაში. ახლა იყო რაღაცა გარკვეული გარდამავალი პერიოდი, როდესაც კამპანიური რეჟიმიდან გადადიხარ უკვე სხვა რეჟიმზე, თუმცა ეს რეჟიმიც არის ასევე საბრძოლო, ახალი სტრატეგია არის დასახული ადგილობრივ დონეზე. ჩვენი წარმომადგენლები ახლა უკვე თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნიან, რომელიც ამ საერთო დღის წესრიგში ბუნებრივია დგება და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ფრონტზე, რაც იქნება შესაძლებელი. არც ერთ ველს მათ შორის, ხო, აი ვიცით რომ აი პარტიების აკრძალვის სარჩელი მზადდება ყველა ფრონტზე ჩვენ შევუტევთ ქართულ ოცნებას და შეფასებაში მე ნამდვილად ვერ გამოვყვებით რომ ვართ პასიურ რეჟიმში, მით უმეტეს თუ გადავხედავთ ზოგადად ოპოზიციურ მედიამდე არ მოდის თქვენი აქტიურობის შესახებ ინფორმაცია, ისე როგორც ეს იყო გასული თვეების. ეს გასაგებია რომ როდესაც არის საარჩევნო კამპანიის პერიოდი და კამპანიის შემდგომი პერიოდი რაღაც გარდამავალ პერიოდს მოითხოვს ბუნებრივია და იქ სხვა შინაარსი და სხვა ტემპია, ახლა ეს გაგრძელდება ბუნებრივია ისევ ასეთ გახარიას პარტიის გაწყვეტილებაზეც მინდა დაგისვათ კითხვა, მით უფრო რომ პარტნიორობის რეჟიმში იყავით, ხო, თვითმმართველობის არჩევნებზე, სწორედ ამ ძალასთან შესაბამისად რა სიტყვით? გახარიას პარტიაში მიაჩნიათ რომ ბოიკოტი იყო შეცდომა და აი 1 წლის მერე მოახდინეს ამ შეცდომის გამოსწორება, შედიან საკანონმდებლო ორგანოში და აპირებენ რომ ოპოზიციისთვის განკუთვნილი ყველა ბერკეტი გამოიყენონ. რამდენად ფიქრობთ რომ სწორად იქცევიან და ხო აი რა ჩანს საპარლამენტო არჩევნებიდან 1 წლის თავზე, რამდენად იყო საპარლამენტო მანდატებზე ვარისთქმა შეცდომა, რომელმაც არა ქართული ოცნება, არამედ თვითონ ოპოზიციური სპექტრი დაასუსტა და დააზიანა. გახარიას პარტია არის დამოუკიდებელი პარტია და როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი იღებდა მონაწილეობას 4 ოქტომბრის არჩევნებში, მათ შორის დიახ ჩვენ გვქონდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ პერსონალურ არჩევნებში გულისხმობ მაჟორიტარებისა და მაჟორიტარული წესით და მერების არჩევნებში ჩვენ ერთმანეთს კონკურენციას არ გავუწევდით, სხვა მხრივ როგორც ორმა დამოუკიდებელმა სუბიექტმა მივიღეთ მასში მონაწილეობა, ამ თვალსაზრისით კონკურენტებიც კი გახდით, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. ჩვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით ძალიან კაფიოდ არათუ დავაფიქსირეთ, არამედ ნაბიჯი გადავდგით გასული წლის ნოემბერში, უარი ვთქვით რა 14 მანდატზე იმ არალეგიტიმური არჩევნების შედეგად რომ ოფიციალურად გამოგვიცხადეს და გვარგუნეს, უარი ვთქვით საარჩევნო სიებზე და ჩავხსენით საარჩევნო სიები. თუმცა აქ კითხვა არის, რამდენად რჩებით იგივე პოზიციაზე. მაგალითად, გახარიას პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტის მანდატებზე უარისთქვამ ქართული ოცნების ბოროტების მანქანა ვერ შეაჩერა, ქვეყნისთვის დამაზიანებელი გაწყვეტილებების პროვინცია ვერ შეძლო და დრომ გამოაჩინა, რომ მანდატები არ უნდა დაეთმოთ. აი თქვენთვის რა გამოაჩინა დრომ? დღეს რომ ლელოს არ ქონდეს ჩახსნილი საპარლამენტო სია, შეხვიდოდით პარლამენტში თუ დარჩებოდით იგივე პოზიციაზე? არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ ახლაც პოსტფაქტუმ უკვე თითქმის 1 წელი გავიდა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც გასული წლის ნოემბერში მივიღეთ, იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, იმ გადმოსახედიდან სწორი გადაწყვეტილება იყო და არათუ შეცდომა, არამედ პირიქით ძალიან ბევრის მომტანი იმ ვითარების, რომ ეს რეჟიმი არის რეჟიმად აღიარებული, არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და ეს სტატუს კვო მათ შორის მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩვენი მხრიდან მანდატებზე უარის თქმამ. ჩვენ ახლაც იმავეს ვიზამდით, არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა მაშინაც შეცდომად მიგვაჩნდა, ახლაც შეცდომად მიგვაჩნია და ჩვენს კოლეგებს გახარიას პარტიიდან ყოველთვის ამას ვეუბნებოდით, რომ ეს იქნებოდა შეცდომა. თუმცა გადაწყვეტილებას ისინი თავად იღებენ. ლელოს პოზიცია არის მკაფიო, ცალცახა და უცვლელი. არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა შევსულიყო. აი ოპოზიციის შეფასებით აქამდე პარლამენტი სრულიად არალეგიტიმური იყო, რადგან მასში ქართული ოცნების გარდა არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალა წარმოდგენილი არ იყო, ხო? შესაბამისად, აი გახარიას გუნდის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებით ხომ არ იზრდება პარლამენტის ლეგიტიმაცია. გახარიას მიერ გადადგმულ ნაბიჯს ამ ჭრილში უყურებთ და განიხილავთ. ხო, საქმე რაშია, მოდი ლეგიტიმაცია ძალიან ფართო გაგება აქვს საერთოდ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მე-11 მოწვევის პარლამენტი არის არალეგიტიმური, ვინაიდან
26 ოქტომბრის არჩევნები იყო სრულად მიტაცებული, არალეგიტიმური, არასახავდა ქართველი ხალხის ნებას სრულყოფილად, ოღონდ აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 800,000 ოპოზიციური ამომრჩევლის ხმაც იქნა დაფიქსირებული, ხო? ანუ ის რომ 800,000 ადამიანმა ქართულ ოცნებას უარი უთხრა, ეს ხომ ფაქტია, ქართულმა ოცნებამაც ვერ გააქრო, ხო? იქ სხვა მიზეზები იყო, დეტალებში არ შევალ, რანაირად ხელოვნურად და манипуляციურად გაზარდეს თავისი ამომრჩევლების რაოდენობა და შედეგად ის შედეგები რაც გამოცხადდა, არასახავდა ქართველი ხალხის რეალურ ნებას ამ ნაწილში. ამას გარდა ეს პარლამენტი კონსტიტუციის დარღვევით შეიკრიბა პარლამენტის თუმცა აი ახლა რა იცვლება გახარიას პარტიის წევრების მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებით, როცა საქმე ეხება პარლამენტის ლეგიტიმაცია, არალეგიტიმაცია. მაგას ვამბობ, რომ არალეგიტიმური არჩევნების შედეგად და კონსტიტუციის დარღვევით ეს არის თავყრილობა მე-11 მოწვევის პარლამენტი, რომელიც უბრალოდ თავს ეძახის მე-11 მოწვევის პარლამენტს, ბევრი სამართლებრივი და პოლიტიკური ნიუანსის გამო და ამას ემატება საგარეო კომპონენტი არალეგიტიმურობისა. ეხლა არალეგიტიმაციას აქვს სხვადასხვა შკალა, ბუნებრივია, ხო? ეხლა ჩვენ გვახსოვს 92 წლის პარლამენტიც, რომელიც იყო არალეგიტიმური, გვახსოვს ყველაზე ლეგიტიმური 90 წელს უზენაესი საბჭო და ეს არ გვინდა რომ რაღაცა დოგმატიკაში შევიდეთ ლეგიტიმაციის. მე ვფიქრობ, რომ და თვითონ გახარიას პარტიის წარმომადგენლებიც ამბობენ ოფიციალურად, რომ ისინი ამ პარლამენტს არალეგიტიმურად არ მიიჩნევენ. მე ვფიქრობ, რომ არც საერთაშორისო დონეზე და არც საზოგადოების აღქმაში კარგად უპასუხა შალვა პაპუაშვილმა, რომ ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს და ნუ პარლამენტში შემოსვლით უკვე ეს მათი სტრატეგია რეალურად ცნობს ამ პარლამენტს. ეს არის მათი ბრძოლის სტრატეგია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმური არის ამ ორი მთავარი მიზეზის გამო, იმიტომ რომ არასახავდა ქართველი ხალხის ნებას 26 ოქტომბრის ოფიციალური შედეგები და ის პარლამენტი შეიკრიბა კონსტიტუციის რამდენიმე ფუნდამენტური მურხლის დარღვევით. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ვითარება ქართული ოცნების ეს მე-11 მოწვევის პარლამენტი ვერ გაკეთილშობილდებოდა ბრჭყალებში და არც ჩვენი პარტნიორების თვალში შეუძენია მას ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ ვამბობ, არც გახარიას პარტიის წარმომადგენლები მიიჩნევენ მას ლეგიტიმურად. მადლობა ბატონ გიორგი იმისთვის რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი დაგემშვიდობებით ვიდრე რეკლამას გამოვაცხადებ მოდით ჩვენი ჟურნალისტი ცოტნე შაუშაძე ჩავთოთ რუსთაველის გამზირიდან მომიტინგეები დღესაც შეიკრიბნენ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისად საინტერესოა მოვისმინოთ რა ხდება ახლა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ცოტნე გამარჯობა მადლობა ჩართვისთვის და ხო აი გუშინ საკმაოდ ხმაურიანი იყო რუსთაველის საკმაოდ ხმაურიანად განვითარდა რუსთაველის გამზირზე პროცესები რამდენჯერმე დაპირისპირების ფაქტსაც ჰქონდა ადგილი სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის შესაბამისად საინტერესოა დღეს როგორ მიმდინარეობს აქციის მონაწილეთა შეკრება მოკლედ გვითხარი ის რასაც ახლა უყურებთ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებელს. აუცილებლად უნდა ვთქვა პირველ რიგში ის, რომ აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებიც უკვე 330 დღეა აპროტესტებენ, რაც არის ამ ხნის განმავლობაში მათი პროტესტის მთავარი აზრი. ამ შემთხვევაში დღეს აქ შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად წავენ გამოხატავენ პროტესტს, რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები თავდაპირველად. ადგილზე არ იყო არავითარი დაძაბულობა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ გადაეკეტა გზა და გადავიდა გზის სავალ ნაწილზე, რასაც მოყვა პოლიციის მხრიდან რეაგირება და ისინი გადმოვიდნენ უკვე უშუალოდ ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, გადასაყვანად გზიდან. ამ მომენტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთი ადამიანი არ არის დაკავებული უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პოლიციამ გადმოიყვანა გზის სავალ ნაწილიდან აქციის მონაწილეები და თავადაც დატოვეს მიმდებარე ტერიტორია, გადაინაცვლეს გზის მოპირდაპირე მხარეს. ახლა ჩემს ოპერატორს ვთხოვ, რომ გაჩვენოთ კადრში ამ მომენტში სად იმყოფება კონკრეტულად პოლიცია და სად არიან მოქალაქეები განლაგებულები. საკმაოდ დიდი რაოდენობით არის პოლიციის მობილიზება ადგილზე. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კი ადამიანები, მოქალაქეები გადავიდნენ გზის სავალ ნაწილზე, გამოჩნდა საპატრულო პოლიციის მანქანები, რომლებმაც გააკეთეს მოწოდება, რომ დაეტოვებიათ მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილი და გადასულიყვნენ ისევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი აქამდეც იყვნენ განლაგებულები და აგრძელებდნენ პროტესტს. ასევე ჩემ ოპერატორს ვთხოვ ეხლა, რომ გვაჩვენოს კადრში თუ რა ხდება აქციის
მონაწილეები ისა გვაჩვენოს ის ადამიანები, რომლებიც შეკრებილები არიან ადგილზე და ასევე აღვიქვათ თუ რეალურად რაოდენობის ადამიანები მოვიდნენ დღეს რუსთაველის გამზეზე. აქ შეკრებილი ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ გუშინ განვითარებული მოვლენები იყო ქართული ოცნების მხრიდან კიდევ ერთი მცდელობა იმის, რომ ძალის დემონსტრირება მომხდარიყო, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა მათი განცხადებით იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც იყვნენ სავალი გზის ნაწილის მიღმა, უბრალოდ ეს იყო მათი მხრიდან კიდევ ერთი ძალის დემონსტრირება, რათა დაეკავებინათ უფრო მეტი ადამიანი და დაეთესათ ხალხში შიში. თუმცა ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერმა ვერ გამოიღო ვერც ამ შემთხვევაში შედეგი და ისინი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ და მწვავე პროტესტს. ისინი ასევე საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს პროტესტი და რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს აქციაზე, რადგან მათ ჰქონდეთ უკვე ისინი იყვნენ უფრო მეტნი აქ და პოლიციას არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ მარტივად დააკავონ აქ მოსული აქციის მონაწილეები. რაც შეეხება თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას და თუ რა მოხდა გუშინ, ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის წინააღმდეგ გაგიძრა სისხლის სამართლის წესით ბრალდება, მის მიმართ დაიწყო გამოძიება, რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობს გამოძიება და მათ უმეტესობას უკვე შეეფარდათ, ასე ვთქვათ, ბრალი და ისინი გაატარებენ რამდენიმე დღეს უკვე საპატიმროში. აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე შეცვლილი კანონების თანახმად ადამიანები, რომლებიც გადაკეტავენ გზას და არ იქნება საჭირო რაოდენობა იმისთვის, რომ გზა გადაიკეტოს, მათ ემუქრება 14 დღემდე პატიმრობა და შესაბამისად სწორედ ამ კანონის საფუძველზე არიან ეს ადამიანები დაკავებული. მადლობა ცოტნე შაურს ვაჯერ, ჩვენი ჟურნალისტი საუბრობდა და გვერდთვებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან იქ არსებული სურათის შესახებ გვაწვდიდა ინფორმაციას. თავისუფალ სტუდიაში კი ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი სტუმარი შემოგვერდება, ასე რომ დაგვერდეთ. რეკლამის შემდეგ თავისუფალი სტუდია პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას, გადაცემის ამ ნაწილს ძირითადად რუსთაველის გამზირის პროტესტსა და იმ ხალხზე საუბარს დაუთმობთ, რომლებიც უსამართლოდ შეფასებულ კანონებს არ ეგუებიან, ქართული ოცნების ახალ ზომებს წინააღმდეგობას უწევენ და ამას აკეთებენ მიუხედავად იმისა, რომ ამ წინააღმდეგობისთვის ციხეში უწევთ წასვლა. მას ასე პროტესტი, ქართული ოცნების რეპრესიულად შეფასებული ზომები და ახალი რეგულაციების ახსნების კიდევ უფრო ხისტი ფორმები, რომელსაც ოპოზიციაში ძალადობრივ არქმევენ. გვერდება პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შაიშმელაშვილი. გამარჯობა ბატო გიორგი და მადლობა რომ ჩვენთან ხართ. გამარჯობა, მადლობა მოწვევით. ბატო გიორგი, დავიწყოთ სწორედ თემით, რომელიც ბოლო დღეებში გამართულ აქციაზე დაპატიმრებულ დაკავებულ პირებს შეეხება. რამდენიმე ათეულს აღწევს ბოლო 4 დღეში დაკავებული მომიტინგეების რაოდენობა, რომელთა შორისაც არიან ექიმები, მწერლები, რეჟისორები, ჟურნალისტები, სხვა პროფესიის წარმომადგენლები, ისე როგორც არიან სტუდენტები და არიან პენსიონერებიც კი და სხვა შორის დღეს 64 წლის ქალს ლია მუშკუდიანს, რომელსაც ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადება მოვისმენთ რამდენიმე საათის წინ, რომ დაკავებები ხდება ამორჩევით და სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები. თქვენი სათქმელი რა არის იმაზე, რაც ვნახეთ გუშინ წინ, იმის წინ და რასაც ვხედავთ 18 ოქტომბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ რაც ამოქმედდა და ძალაში შევიდა აქციების გამართვასთან დაკავშირებული ახალი და უფრო მკაცრი რეგულაციები და ხო აი ახალი კანონის და მათი აღსრულების ფორმები თქვენ რა შეფასების გაკეთების საფუძველს გაძლევთ? მადლობა მოწვევისთვის, მადლობა შეკითხვისთვის. უბრალოდ ყალბით თავდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ რუსთაველის პროტესტზე სასაუბროთ. მე რა თქმა უნდა, ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ პროტესტმა დაბადა და შოა თავისი გმირები, ესე ვთქვათ და ვიცი რომ ამ ხალხსაც ხშირად უსმენთ თქვენ და ასე შემდეგ და უბრალოდ მე ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის თუ პოლიტიკური პარტიის თუ რაც ქვია ჯერ კიდევ არა ვარ პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა ამ აზრით შემიძლია ჩემი დაკვირვებები გაგიზიაროთ იმის გამო რომ ალბათ ყველაზე მეტი რუსთაველზე ვისაც ეთქმის არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც აი ბოლო რაზეც თქვენ საუბრობდით მართლა დრაკონული კანონების მიუხედავად გადაწყვიტეს, რომ არ დაემორჩილონ ამ კანონებს. რაც შეეხება თვითონ საქმის ვითარებას და არც ხო რა ვითარებაც გვაქვს ახლა,
აშკარაა რომ კი ეს ხელისუფლება როგორც კობახიძემ უწოდა დაიწყო მეთოდურად ბრძოლა ამ პროტესტის წინააღმდეგ, თუმცა მეთოდები მართალია იცვლება, მაგრამ არსად არ ქრება ძალიან არსებითი რაღაცა, რაც ხანდახან ჩვენც კი გვეპარება ხოლმე მხედველობიდან, ეს არის ადამიანთა ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის დამოკიდებულება ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანის მიმართ, ხელისუფლების პოლიტიკური რეპრესიების მიმართ, იმ პროექტის მიმართ, რომელსაც ის გვთავაზობს, ხო, გვართმევს გამოხატვის თავისუფლებას, გვართმევს შეკრების თავისუფლებას, ეს არ დაგვითმია ჩვენ ქართველებს. ამიტომ რაც არ უნდა ხდებოდეს ამ წუთას, როგორიც არ უნდა იყოს დინამიკა ერთი შეხედვით თითქოს ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ, ხო, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენ მართლა დისპროპორციულად ბევრ ადამიანს ვკარგავთ ყოველდღიურად პროტესტი. ამის მიუხედავად ეს წინააღმდეგობა არსად არ ქრება, იმიტომ რომ ხელისუფლებას აქვს არსებითი ლეგიტიმაციის პრობლემა. რაც შეეხება იმას თვითონ ამ პროტესტის თუ წინააღმდეგობის ამა თუ იმ ფრონტზე როგორი იქნება ვითარება, მე ესე უყურებ ამ ამბავს ამ შემთხვევაში თქვენ შეკითხოს რომ უფრო ახლოს მევიდეთ რუსთაველს რაც შეეხება. მართლა დილემაა ეს რომ ესე იგი ერთი მხრივ რუსთაველმა შეიძინა ძლიერი პოლიტიკური სიმბოლიზმის და სიმბოლოს მნიშვნელობაც, სიმბოლური მნიშვნელობაც. მეორე მხრივ ამ სიმბოლიზმის მიღმა არ დაგავიწყდეთ რომ არის რატომ აქვს ხელისუფლებას ასეთი ისტერიკული დამოკიდებულება რუსთაველის პროტესტის მიმართ, მათ შორის თქვა იგივე კობახის განცხადებებს, რასაც ვისმენთ, ხო? იმის გამო, რომ ეს არის აისბერგის წვერი, რომლის უკანაც დგას მთელი რიგი პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ამ ხელისუფლებას დაუდგა. მათ შორის ისიც კი, რასაც ახლა ვაკვირდებით, თქვა სახელისუფლებო ვერტიკალის ერთი წრის დაპირისპირება ყოფილებთან რაღაცა შიდა აპარატული ბრძოლები, გარჩევები და ასე შემდეგ. ესეც ხომ ამ ლეგიტიმაციის პრობლემის ფონზე დაუდგას, რომელიც ასევე რუსთაველმა შექმნა. რუსთაველის გამზირზე მარტივად მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით არარაციონალურად ჩანს, ხო? ასეთი დანაკარგები აქციის მონაწილეების მიმართ ესე იგი, რასაც ჩვენ განსაკუთრებით გუშინ რა ვითარებაც შეიქმნა. ამის მიუხედავად ფაქტია, რომ რთული იქნება ამ ესე იგი პროტესტის აი ამ კონკრეტულ მონაკვეთზე უარის თქმა ჩვენთვის. ამიტომ აქ ერთადერთი გამოსავალია ჩვენ ყველამ ესე იგი გამოსავალი ორია უბრალოდ. ერთი არის ის რომ შევეცადოთ უფრო რაციონალურები ვიყოთ და რამდენადაც ეს შესაძლებელია ხო იმ ფონზე, იმიტომ რომ ძალიან რთულია, როდესაც ხელისუფლება გთავაზობს ნორმალიზაციას, ნორმალიზებას არანორმალური დამოკიდებულების სამყაროსადმი შენს მიმართ, თქვენ მიერ ჩამოთვლილი აი ამ ადამიანების მიმართ, ხო? იქნება ეს ის რაც ჩვენთვის ნორმალური ამბავი არ არის, იქნება ეს პენსიონერი, იქნება ეს ახალგაზრდა დედა და ასე შემდეგ. ამის ნორმალურად მოყიდვას რო ამის განორმალურებას რო გთავაზობს, ძალიან რთულია რომ ამ ყველაფერს ცინიკურად აკეთებს, ამას ძალიან რთულია რომ ამ ყველაფერს დაუპირისპირდე რაღაცა ემოციების გარეშე, ეხლა გუშინ ვიღაცა იმას აყვედურის ტონი გამოთქვეს, რატო ავიდა ვიღაცა, ხო თქვა ამ შემთხვევაში ადამიანი საპატრულო პოლიციის მანქანაზე. იმის გამო რომ ეს არის ხმაური, ეს არის ამოძახილი აი ამ ცინიზმის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება გთავაზობს, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენადაც ეს განწყობით რომ დადგეთ ტროტუარზე და იქ მერე მართლა რა დაგემართება და ფაქტია, გუშინ აი ხო ტროტუარზეც დაიჭირეს ადამიანები, როგორც თქვენ თქვით, არასამთავრობოების შეფასებაშიც ჩანს ეს, მაგრამ ვინც იქ ვიყავით, აშკარა იყო, რომ მითითება ჰქონდათ კონკრეტული ლიდერების და კონკრეტული აქტიური ადამიანების, რომელსაც ჩვენს დიდი ხანია სწავლობენ მათ დაკავებაზე. ამიტომ ეს არის ერთი გამოსავალი, რომ რაღაცა რაც გავზარდოთ პროტესტი, მანამდე სანამ ეს გაიზრდება, ვეცადოთ რომ ნაკლები იყოს დანაკარგები, მაგრამ ამ ტიპის თავგანწირვის მაგალითებს სამწუხაროდ კიდევ ბევრს ვნახავთ ჩვენ. სამწუხაროდ ტაქტიკური ამოცანებისთვის, თორე საბედნიეროდ იმისთვის, რომ კი ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალიან საკუთარი თავისუფლება, თუნდაც დროებით, ზოგიერთმა არც ისე დროებით და არც ხანმოკლედ გადადოს და ჯანმრთელობა გადადოს
იმისთვის რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს ისეთი როგორც ჩვენ წარმოვიდგენთ და რომელზეც დიდი ხნის წინ შევთავაზეთ. ბატონო გიორგი, თქვენ კითხვით რომ პროტესტი პირიქით უფრო უნდა გაიზარდოს, თუმცა მე მდაკითხოთ, არ ვიცი, აი რა გავლენა შეიძლება ქონდეს, აი თუნდაც ბოლოს მიღებულ კანონს და მის ძალას გამოხატვის თავისუფლებაზე, იმიტომ რომ ირაკლი ყობახიძე და დღეს ალბათ მოისმინეთ მთავრობის მეთაურის განცხადება უკვე ალაპარაკდა იმაზე, რომ ახლად მიღებულმა კანონმა დაიწყო მოქმედება და 1 წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ასეთია ყობახიძის მიერ გუშინდელი დღის შესახებ გაკეთებული შეფასება. ხო, შედგა თუ ვერ შედგა გუშინდელი გადაკეტვა, ესეც საინტერესოა გზის გადაკეტვის ტრადიციული აქტი თქვენი აზრით და ხო, მეორე მხრივ აი რა გავლენა შეიძლება მართლა ქონდეს პროტესტზე იმ კანონს, რომელიც რეპრესიულად ჯერ ერთი კანონის ძალას შესვლის შემდეგ რუსთაველი ერთხელ გადაიგეთა, ანუ აღმოჩნდა ადამიანთა საკუთარი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელმაც შეგნებ გამიზნულად წავიდნენ ამ სფეროზე და რომ გაწვნენ კიდეც არა ეს გუშინ ხდებოდა, მაგრამ მანამდე კანონი ერთი დღით ადრე შევიდა ძალაში და რუსთაველი მაშინ გადაიგეთა, გუშინ რუსთაველი არ გადაიგეთა, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა შეეშინდა კანონის აღსრულების მექანიზმების, არამედ იმის გამო რომ პოლიციამ ფიზიკური ძალით ხელი შეუშალა პროტესტის მონაწილეებს რუსთაველის გადაკეტვაში. ანუ თუ არ ვიცი, ცოცხალი ძალა პოლიციელების ამას ასე გააგრძელებს, მე გარწმუნებთ, რომ ნახეთ როგორ რაღაცა თავდაპირველად ის საკმაოდ მაღალი ფინანსური ჯარიმებით ითვლებოდა იმ ტიპის ზომად, რომ ყველას ეგონა რომ რაღაცნაირად ამით მთავრდებოდა რუსთაველზე პროტესტის ისტორია. ფაქტია, რომ დღეს ჩვენთან საქართველოში და იმ ადგილას არა მხოლოდ რუსთაველზე, ზოგადად განწყობა მოქალაქეებში არის ისეთი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მზად არის აი ამ სხერბლზე წავიდეს იმისთვის, რომ დაიცვას საკუთარი პოლიტიკური არჩევა. ხო, თუმცა მეორე მხრივ ხარ, არსებობს კიდევ ერთი კითხვა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყოველდღიურად ათობით მომიტინგის დაკავება ხდება, ისმის კითხვა ხომ არ სჯობს, რომ რუსთაველის გამზირი უბრალოდ არ გადაიგეთოს. ხა, ბევრი კი ფიქრობს, რომ უსამართლო კანონებთან ბრძოლა უნდა მოხდეს ამ კანონებისადმი დაუმორჩილებლობით, მაგრამ ახლა ამასობაში ვხედავთ, რომ გაივსო ხო იზოლატორები. შესაბამისად, დავსვათ ეს კითხვაც. აი, რამდენად არის აუცილებელი და პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ რუსთაველის გამზირი იყოს მაინდა-მაინც გადაკეტილი. არსებობს, როდესაც ხარ უთანასწორო ბრძოლაში, არსებობს პოლიტიკური თავგანწირვის და ზოგადად თავგანწირვის და სიმბოლოებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სამწუხაროდ. ამდენად მე მესმის იმ ადამიანების, ვინც ერთი შეხედვით არარაციონალურ აქტს, აი ამ რუსთაველის გადაკეტვისა, მაინც ჯიუტად ახორციელებენ, ხო? ამიტომ მე ვერანაირად ვერ შევალ ამ ადამიანებთან კამათში, მე რა თქმა უნდა ადამიანთან რაღაც წრესთან რომელთანაც პირადად მეგობრობ და ასე შემდეგ, მუდმივად ვაზიარებ ამ ინფორმაციას, რაც ეხლა თქვენ თქვით. მე მაქვს ესეთი მოლოდინი ამ წუთას, რომ ჩვენ ერთად მივალთ აი რაღაცა პროტესტის კოლექტიური გონი, ერთად მივა რაღაც ტიპის ახალ გადაწყვეტასთან და ამ ახალი გადაწყვეტისთვის რამდენიმე ფაქტორი იქნება მნიშვნელოვანი. ერთი იქნება მნიშვნელოვანი ის ამბავი, რომ ანუ არის საუბარი იმაზე, რომ აქციის ფორმატი შეიცვალოს და ანუ ეს არის ტრადიციული გამოწვევა, ესე იგი, ამ პროტესტისა, რომელიც უკვე თვეებია მიდის ქვეყანაში, რომ მას ერთი მხრივ ეს არის მისი ძლიერი მხარე, მეორე მხრივ ეს არის გამოწვევა, რომ მას არ ყავს ერთიანი რაღაცა საკოორდინაციო ჯგუფი, ხო? მაგრამ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დიალოგი იმის თაობაზე, როგორ შეიძლება შეიცვალოს ტაქტიკა ამ შემთხვევაში რუსთაველის ირგვლივ მიმდინარე ამბების. ეს იქნება ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული, მათ შორის იქნება დამოკიდებული იმაზეც, რამდენად მოხდება დევალვაცია აი ამ სასჯელებისა, რომელსაც ხელისუფლება დღეს თავაზობს. ამ გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც არსებობს აი ესეთი თამამი და ესეთი მამაცი ადამიანების ერთობა, როგორც რუსთაველზე დგას, იმ ვითარებაში, როგორც წესი, ხელისუფლების რეპრესიული კანონები, მისი დევალვაცია ხდება ნებისმიერი რეპრესიული ინსტრუმენტის. ხშირად ის ხდება სასაცილოს, ხშირად ის ხდება არაეფექტური, ხშირად ის ხდება ხელისუფლებებს უწევთ ამ ტიპის რაღაცებზე უარის თქმა და უკან დახევა. ამდენად და საბოლოო ჯამში ხა
გამკაცრებასაც აქვს აი ამ ესკალაციის კიბეს, რომელსაც კობახიძე შეუდგა, აქვს თავის საზღვრები, ხო? ანუ ადამიანებს ვერ დახრեց, ქუჩაში ვერ გამოუტანს განაჩენს და მართლა სამეულებს ვერ შექმნის. ამიტომ ეს აი უახლოეს, ჯერ ეხლა შევიდა ეს ყველაფერი ძალაში, უახლოეს არ ვიცი 2 კვირაში, მაქსიმუმ 1 თვეში ცხადი იქნება, როგორი იქნება დინამიკა რუსთაველზე და მე გარწმუნებთ, რომ ან ჩვენ თავარი ამბავი ეხლა ვაკვირდებით რაღაცა ხმაურს, ბრძოლის რაღაცა კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც ხდება რუსთაველზე, მაგრამ თავარი ამბავი ხო ამ ყველაფრის მიღმა ხდება. ამ ქვეყანაში არ გამქრალა წინააღმდეგობა, ხო 1 წელი სრულდება და სხვათა შორის დავაკვირდით რამ ხელა იქნება ეს აქცია, მე მგონია რომ ბევრი ადამიანი გამოვლა კვირას. 1 წელი სრულდება, მას შემდეგ რაც ჩვენ არჩევანი მოგვტაცეს. და ეს არჩევანი არ მოუტაცებიათ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ წუთას რუსთაველზე დგანან. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში უკმაყოფილება არის ბევრად ძლიერი და ბევრად დიდი ვიდრე რუსთაველი. როგორ მოხდება ამ ყველაფრის პოლიტიკაში თარგმნა და როგორ აისახება ეს ყველაფერი ხელისუფლებაზე, ამას ვნახავთ. ხო, 26 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია, რადგან ახსენეთ, მართლაც ახლოვდება და ერთ კითხვას დაგისვავთ ამ თემაზეც. ამ დღეს ხდება 1 წელი კი ბატონო, რაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა და რაც რეალურად პროტესტი დაიწყო ქართული ოცნების წინააღმდეგ, ხო? აი რა არის და რა იქნება 26 ოქტომბრის აქციის ლოზუნგები და რა იქნება ამ დღეს თქვენი სათქმელი ქართული ოცნებისთვის? 26 ოქტომბრის აქცია არის კიდე ერთი შეხსენება იმის თაობაზე, რომ შარშან ამ დროს მოგვყარეს ჩვენ არჩევნები. მე ჩემი მხრიდან ერთ-ერთი პირადი, ესე იგი, დამატებით ამ ყველაფრის მიმართ პარალელურად სიგნალი თუ გზავნილი, რომელსაც მე ყველგან ვცდილობ რომ გავავრცელო, ეს არის მე ვაკეთებ ამ ყველაფერს მათ შორის ქართული ოცნების იმ ამორჩევლის მიმართაც, რომლებმაც 26 ხმა მისცეს ღირსებით ევროპაში შესვლას და ზოგიერთ მათგანს მართლაც ჯეროდა ეს. და უკვე 1 წელი გავიდა და მე მგონია რომ ღარიბაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები, ლიგლაშვილთან დაკავშირებული პერიპეტიები და პლუს რაც თავარია ქვეყნის იზოლაცია, რომელიც მოუტანა 1 წლის მანძილზე ხელისუფლებამ, ხო? ამ ადამიანებს უნდა აძლევდეთ ძალიან სერიოზულ საბაბს დაფიქრებისთვის. ეს ადამიანებიც უნდა შემოუერთდნენ პროტესტს ერთ-ჩვენიერ დღეს იმის გამო, რომ კი, ოცნებას ყავდა ბევრი კონფორმისტი, რა თქმა უნდა, ბევრი მატერიალური და ასე შემდეგ მიზეზით მოტივირებული ამორჩეველი, მაგრამ მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საქართველოს მომავალი წარმოედგინათ ევროპაში. აი გვითხრან ეხლა რამდენად ქართული ოცნების დღევანდელი პოლიტიკა და არსებული ვითარება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთმანეთთან თავსებადია. ბატონო გიორგი, აი ჯამში აქციაზე დაკავებულთა რიცხვი საკმაოდ დიდია, ხო? თუ გავითვალისწინებთ, რომ 70-ზე მეტ მომიტინგეზეა საუბარი, ან მხოლოდ რამდენიმე დღეში 18 ოქტომბრიდან დღემდე. ამასობაში ქართულ ოცნებას მრავლად დაუგროვდა ციხეში ის ადამიანები, რომლებიც პოლიტპატიმრებად მიიჩნევიან და კარგა ხანია 100 და რა ვიცი, შეიძლება 150-საც ამასობაში გადაცდა ასეთი პირების რაოდენობა. უნდა იყოს თუ არა ტვირთი ხელისუფლებისთვის ამდენი პოლიტპატიმარი ციხეში და თუ უნდა იყოს, მაშინ რატო ვერ ვხედავთ, რომ ეს ტვირთია ქართული ოცნებისთვის, ეს კითხვაც მინდა რომ დაგისვათ. პოლიტიკური ტვირთი ჩემი ცხადია, ისინი არიან იზოლირებული ყველა ტიპის საერთაშორისო ფორუმისგან და არ ვიცი იმითი დაძდევენ რა ქვია ხელის ჩამოსართმევად ადამიანებს ნებისმიერ რაღაცა მესამე რიგის და თან რიგის რომელიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე. ხო, ანუ ამ თვალსაზრისით მე მგონი ცხადია შედეგები, რაც შეეხება იმას, თუ გულისხმობთ რაღაც ლოგისტიკურ ტვირთს და ასე შემდეგ, მე სკეპტიკურად უყურებ ამ ამბავს, ან თქვენ თუ ამასაც გულისხმობთ, იმიტომ რომ მე მომისმენია მოსაზრება, რომ აი თითქოს ხელისუფლების გადატვირთვა სასამართლო სისტემის, პოლიციის და ასე შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ასეთი მასობრივი დაჭერებით. მე არ მგონია რომ ეს შესაძლებელია, ამიტომ ამაზე რა პოლიტიკური ტვირთი მქონდა მხედველობაში, რომლის მოშორებას, ჩამოცილებასაც ხელისუფლება შეეცდებოდა, მაგრამ რა ვიცი, უჩანსპირი რომ იცით როგორ არის, ანუ ეხლა მივხვდი რასაც მეკითხებით. მე იმთავითვე სკეპტიკურად ვუყურებდი ამ ამბავს, თუმცა ასეთი ტიპის რეჟიმებისგან ალბათ რაციონალური ქცევა იქნებოდა დასესხებოდნენ სხვა დიქტატორებს, რომლებმაც მაგალითად ივაჭრეს პოლიტიკური პატიმრების ბედით, ხო? გამოივაჭრეს რაღაც ტიპის საერთაშორისო
ფორმატებში მონაწილეობა, რაღაც ტიპის ახალი კონტაქტები დასავლეთთან და ასე შემდეგ. მე არ გამოვრიცხავ, რომ საწყის ეტაპზე ივანიშვილს შესაძლოა ეს გათვლაც ჰქონდა და ისიც ფიქრობდა, რომ ივაჭრებს პოლიტიკური პატიმრები დასავლეთთან, მაგრამ სრულიად ცხადია დღეს ჩემთვის, განსაკუთრებით აი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის და ანონსების ახლა უკვე ძალაში მოყვანის თუ და მე საკონსტიტუციო სარჩელის და ასე შემდეგ ფონზე მე რთულად წარმომიდგენია ნებისმიერი დასავლური პოლიტიკური რაღაცა სახელმწიფო, რომელიც რაღაც ტიპის ნორმალიზებას შეეცდება ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ საპირწონედ ხელისუფლება ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის ეს რაღაცა დაჯგუფება არაფერს არ სთავაზობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ანუ რაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხო, ეხლა რაღაცა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებზე, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტებზე, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ლაპარაკია თქვა ანაკლიის სპორტზე, ხო? აი ეხლა მიმდინარე ფორუმზე ჩვენ კობახიძისგან მოვისმინეთ, რომ გრძელდება ანაკლიის სპორტის ესე იგი მოსამზადებელი სამუშაოები, ისინი ამბობენ, რომ ტენდერს ბოლომდე მიიყვანენ და დიდი ალბათობით აპირებენ, რომ ეს კომპანია, უბრალოდ შენებლობა და ეს კერძო ინვესტორი აღმოჩნდება როგორც ჩანს ჩინური კომპანია. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვიცით, რომ ჩინური კომპანიაა გამარჯვებული. არც გეოპოლიტიკურად, არც პოლიტიკური უფლებების თვალსაზრისით ამ ხელისუფლებას არ აქვს ის ფასი, რომლის გამოც შეიძლება დასავლეთის რომელიმე სახელმწიფომ გვერდი აუაროს აი ამ პოლიტიკურ უხერხულობას და მათთან დაიწყოს დიალოგი მიუხედავად გაუარესებული პოლიტიკური უფლებრივი მდგომარეობისა ქვეყანაში. ეგეთი რაღაცეები ხდება კარგად ჩამოყალიბებულ ავტორიტარულ რეჟიმებთან. ოღონდ ამ რეჟიმებს კიდევ მეორე აქვს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, არ ვიცი, აქვს ბუნებრივი რესურსები, მაგალითად და იმავდროულად იმ ქვეყნებში დასავლეთი ვერ ხედავს დემოკრატიულ ალტერნატივას. ანუ ჩვენ რო ლაპარაკობთ, რომ ნორმალიზება არ მოხდება, მათ შორის პირველ რიგში იმის გამო არ მოხდება, რომ დასავლეთში იციან, რომ ამ ქვეყანას არ დაუკარგავს დემოკრატიული რესურსი და ეს დემოკრატიული რესურსი მისი მატერიალური გამოხატულება არის რუსთაველის პროტესტი. ანუ ეს ორი რაღაცას ერთმანეთთან კავშირში. როგორც კი ეს მოკვდება, მაშინ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, რომ აი ვიღაცა მაინც აი ამ კონტექსტში დაგისვავთ ბოლო კითხვას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს შეეხება და ამ დაგემშვიდობებით, ხო ერთია თქვათ რასაკეთებს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი, მათ შორის ქუჩაში, მეორეა რა უნდა იყოს ოპოზიციური სპექტრის მოქმედების გეგმა. აი დღეს ამბობდა ჩემი ერთ-ერთი სტუმარი დილით ნიუსრუმში, რომ როცა ხელისუფლება ძალაუფლებას ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით ინარჩუნებს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიციის საყრდენი უნდა იყოს ხალხი და რომ ოპოზიცია მარტო იმიტომ კი არ არის დღეს არასახელბიელო დღეში, რომ რაღაც არასწორ ნაბიჯებს დგამს, არამედ ის პროპაგანდისტულადაც აგებსო, ასე ფიქრობს ეს კონკრეტული ადამიანი. აი რა კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიციის საყრდენი დღეს გახდეს ხალხი და თქვენს მიმართ გაიზარდოს საზოგადოების ნდობა. აი გაიზარდოს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გამოყვებათ ყველგან არჩევნებზეც და ქუჩაშიც. ყველგან სადაც ეტყვით და დაპატიჟებთ. ხო, მე ვიდრე ცხადია ვიღებ ამ კრიტიკას იმ თვალსაზრისით, რომ კი ეგ რეალობის ასახვა, ან დე ფაქტო ესეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, მაგრამ ამის მიღმა იმდენი სტრუქტურული პრობლემა უდგას ოპოზიციურ სპექტრს, ტრადიციულ პარტიებს, ახალი პარტიების დაბადებას. როცა ვლაპარაკობთ ჩვენ მაგალითად ანუ ვიღაცა ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ოლიგარქია არ არის მარტო რაღაცა კონკრეტული ერთი ბიზნესმენი შეზრდილი ხელისუფლებას. ოლიგარქიული სისტემა არის პრობლემა იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში რთულია ახალგაზრდა პარტიების, ახალი პარტიების, ახალი ტიპის ადამიანების პოლიტიკაში შემოსვლა. ძალიან ძვირია პოლიტიკა, პროპაგანდაზე როცა საუბრობთ, შეუდარებლად დიდი რესურსი აქვს ხელისუფლებას. ამის მიუხედავად მე ფინანსურ პრობლემებს პირველ რიგში რომელიც აქვს. ხო, ანუ სანამ ოპოზიციას გავაკრიტიკებდეთ, ოპოზიცია ხო საბოლოო ჯამში რაღაცა ტიპის ადამიანთა პრეფერენციებს გამოხატავს ესა თუ ის პოლიტიკური ჯგუფი, ხო? ასეთი სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ძალიან ჰომოგენური ამ აზრით საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცე იმის გამო, რომ ადამიანთა რაღაცა პროფესიული ჯგუფები, მიზნობრივი ჯგუფები, რაღაც ტიპის გაერთიანებები, ბიზნესები ყველა არის რაღაცნაირად ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. ამ ვითარებაში ოპოზიციას რაც შეუძლია გააგრძელოს, ეს არის აი ინგლისურ სიტყვას რომ ვიმეხო grassroots
ანუ მაქსიმალურად შეეცადოს თითოეულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა იპოვოს პირდაპირი დიალოგი მის პოტენციურ ამომრჩეველთან, რასაც ჭირდება, რასაც ყველაფერს ამ შემთხვევაში ფული არ ჭირდება, ჭირდება რა თქმა უნდა მოცალეობა, შრომა და ასე შემდეგ და ამას გონია რომ სხვადასხვა ხარისხით ყველა ცდილობს რომ გააკეთოს. კეთილი, მადლობა იმისთვის რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი, დაგემშვიდობებით გიორგი შაიშმელაშვილი, პარტია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი იყო დღეს ჩვენი ბოლო სტუმარი, შესაბამისად თავისუფალი სტუდია ამით ამთავრებს მუშაობას, ერთმანეთს გვეხვალ დილით დღეს ნიუსრუმში შევხვდებით 11 საათზე, ასე რომ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.